შენ ჩემი მეტი ხარ, ისეთი პატარა ხარ, ჩემი ძაღლი. კარგი, აი სათამაშო. ჰაჰა. გაიქეცი. გაიქეცი. დაარტყი, მიიღე. აი? ო, რატომ ხარ მარტო? შენ და ამელკა ხო კინოში წასვლაზე შეთანხმდით? მაგრამ მას ეგონა რომ მეტი მოწყენილი იყო და გადაწყვიტა მასთან თამაში. კი, ამელკას მეტი უყვარს, მაგრამ ნუ განაწყენდები. კარგი, არ მევიულობ და არსადაც არ მინდოდა წასვლა. მაშინ ბილეთები მომეცი. მე ჩემს მეგობართან ერთად წავალ. ისინი ჩემს ქურთუქშია. წავიდეთ. კარგი, გაერთე. მადლობა. ჰეი, მოიცა, რატომ არის ფეხსაცმელი სველი? ფუ, ეს ამას რძენია. ეს მეტია. ძალიან მაგარია. ახალი ფეხსაცმელი ნაგავში მიდის. ეს მეტი. ის საერთოდ არ არის გაწვდილი. ამელკა მას ზედმეტად ბევრი სუფთებას აძლევს. ჩვენ შეგვიძლია მასთან დალაპარაკება. უსარგებლოა, არაფერი გამოვა. მისი ტვინი მეტიზე საუბრისას ჩერდება. კარგი, და რას ვთავაზო? უბრალოდ მოთმინება გმართებს და ამელკა ახალ შექმნას მიყიდის. კარგი, სახლში მივდივარ. კარგი, მეც ფილმების განწყობა გამიქრა. კარგი, ძაღლების ცივი სტროა. ხვალ გნახავ. ამელკა შენს დაგირეკა? კი, დილით დამირეკა. ამბობს რომ სასწრაფოა. კარგი, მოდი გავიგოთ რა უნდა. საბოლოოდ მოხვედით. ამელკა, კარგად ხარ? კარგად არ გამოიყურები. მეტი დაკარგულია. რას გულისხმობ რომ დაკარგულია? რა თქვი? ის არსად არის? იქნებ სადმე ძინავს და არ ესმის? მოდი, გავიფანტოთ. ბავშვებო, გთხოვთ, დამეხმარეთ მის ფონაში. კი, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის. მოდი, გავიფანტოთ. ერთ-ერთი ჩვენგანი აუცილებლად იპოვოს. მე გარეთ გავალ, თქვენ კი სახლს შეხედეთ. არ მჯერა რომ მეტის გამო გვანერვიულებს ის ყოველთვის სადღაც იმალება. ლეო, ადამიანი იყავი. მეტი დაკარგულია. ის სასოც არ ამელკა კვეთილია. არაფრის გამოღელავს. ის ყოველთვის სადღაც იმალება. კარგი, რადგან უკვე აქ ვართ, მოდი ვიპოვოთ. მეტი, გამოდი გარეთ, ვიცი რომ სადღაც აქ ხარ. როგორ მიდის საქმეები? ბოდიში, ამელკა, მეტი არსად არის, ის გარეთაც არ არის. კარგი, იპოვე ის. როგორ შეიძლებოდა მისი გაუჩინარება? ვერ გავიგე. ფიქრობ მეტი გარეთ თამაშობს. გარეთ თამაში? ის შინაური ძაღლია, ქუჩაში მოკვდება. შემიძლია რომ ეზოს გარეთ ვეძებო. კარგი იქნებოდა. მორჩა, დასასრულია. ვეღარასდროს ვნახავთ ჩემ ძვირფას მეტის. კარგი რა, ნუ დაიწყებ და არც. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით მეტის. ჩვენ ყველგან ვეძებეთ უკვე. კარგი, იქნებ დავჯდეთ და ვიფიქროთ, სად შეიძლება წასულიყო მეტი. ცუდი იდეა არ არის. ჯინი, მადლობა. მეტი, სად ხარ? სად ხარ? ამელკა, ბოდიში, მაგრამ მეტი არსად არ არის. რა არის ეს? ნუ გვიფანტა ყურადღებას. ეს შეუძლებელია. კარგი, ვიცოდი. მოიცა, რა ხდება აქ? არ ვიცი. ამელკა არ მელაპარაკება. ამელკა, იპოვე მეტის საუკეთესო სურათი. რატომ? ქალაქში განცხადებებს გავაკრავთ. ეს არაა საჭირო. რას გულისხმობ? მეტის ძებნას არ აპირებ? ან იცი სად არის? ერთი რამე ვიცი. მეტი თავისით არ გაიქცა. ის გაიტაცეს. მოიცა, გაიტაცეს? ვის ჭირდება ის? ის განებივრებულია. გაჩუმდი, ლეო. ამელკა, რა გაფიქრებინებს ამას? კარგი, მეტის საბელს გამუდმებით აქტოვებ. აი აქტევს ხოლმე, მაგრამ ის აქ აღარაა. მეტი შეეძლო მისთან წაღება.
მისი საყვარელი საჭმელები ყოველთვის აქ იყო, მაგრამ ისინიც გაქრენ აქედან. აქ არ არის. ის მართლაც გაიტაცეს, მაგრამ ვინ არის გამტაცებელი? იქნებ ვინმემ გადაწყვიტა სასაცილო ხვეული ბეწვის ქორწულის გაკეთება? ლეო, ეს სასაცილო არ არის. სერიოზულად ვამბობ, გამტაცებელი შეიძლება ნებისმიერი ვინმე იყოს. მე ვიპოვი ამ გამტაცებელს და ყველაფრისთვის გადაიხდის. კი, რა მოხდება თუ ის საშიშია? იქნებ არ უნდა დაუკავშირდეთ მას? და უბრალოდ მივცეთ მეტი მას? კი. მაგრამ მეტი უბრალოდ ძაღლია. ის შენთვის უბრალოდ ძაღლია, მაგრამ ჩემთვის ოჯახის წევრია. კარგი, უფრო მსუქანი გახდა. ძალიან ბევრი ჭამა. მადლობა დახმარებისთვის. ახლა შეგიძლია წახვიდე. კარგი, რასაპირებ? ასე რომ მე გამოძიებას ჩავატარებ. ჩვენც მინდა რომ დაგეხმაროთ. თუ დახმარება გინდათ, განცხადებები გააკარით. ლეო, რატომ უთხარი ეს მას? უბრალოდ ძაღლიაო. ხედავ, რამდენად განწყენებულია. სიმართლე ვთქვი, არ მეგონა რომ ის ასეთი დაუცველი იყო. მეჩვენება რომ საერთოდ არ გიფიქრია ამაზე. ო, ჯობია რომ აი ამ მეტის ნახат შეხედო. გინდა რომ ვინმე შენი ძაღლის მაგვირვათ რაიმე დათვი მოგიყვანოს? ეს მას საერთოდ არ გავს. კარგი, ხელახლა დავხატავ. რა თქმა უნდა. საინტერესოა. ხელთათმანი. აი, მეტი მდაღეჭა. კარგი. მასზე პატარა ხვრელებია. ხელთათმანი საქმის სამხილია. ვიცოდი, მასზე მიწა. ეს ალექსის ხელთათმანია. ალექსის, ჩვენი მებაღის. ამელკა, კარგი, განცხადების გაკეთება არ შეგვიძლია. ლეოს საერთოდ არ შეუძლია ხატვა. დაივიწყე, ჯობია ნახო რა ვიპოვე. მოიცა, ეს ალექსის ხელთათმანია. მართალია, ის მეტის დილის ქვეშ ვიპოვე. ეს ნიშნავს, რომ მე გაჩერდი. კარგი, გონია რომ ალექსმა მეტი გაიტაცა? კი, ხელთათმანი მიწის ნატეხებითაა. მართალია. და მეტის კბილებიდან ამოჭრილი ნახრეტები ყველაფერი ერთმანეთში ჯდება. ამედგა, ალექს მასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მტკიცებულებები ალექს ხამ ხელთათმანების წევნაში ერთი კვირის წინ დავეხმარე, როდესაც მეტი მოიპარა. ანუ ეს დამნაშავის ხელთათმანი არ არის? არა, ამ სიტუაციაში მეტია კრიმინალი. მან ხელთათმანი მოიპარა. კარგია რომ დროულად მითხარი. ალექს ხელთათმანს ხვალ მივცემ. ეს სრუკვალია. ახალი მიმართულებებით უნდა ვეძებო. სურათები ვიპოვე, მაგრამ პრინტერში მელანი არ არის. შეგიძლია მიხვიდე და დაბეჭდო ახლომდებარე მაღაზიაში. სხვათა შორის სადღაც ძველი რეკლამები გვაქვს. მეტი ადრესი იყო დაკარგული. კარგი, მართალია. ჩვენ უნდა ვეძებოთ ისინი. კარგი, როგორ მიდის ამელკას საქმეები? ო, სიმართლე გითხრა, ამელკა საუკეთესო დეტექტივი არ არის. გონია რომ ვერაფერს ვერ იპოვის. ასე ფიქრობ? კარგი, კი, ყველაფერს მტკიცებულებად აღიქვამს. კარგია რომ მას ჩვენნაირი მეგობრები ყავს. კარგი, კიდევ რა გამომსჭა? ეს შეუძლებელია. აქ სამაჯურია. კიტი, ეს მისი სამაჯურია. ახლა ყველაფერი გასაგებია. კარგი. კიტის საჭმელი უნდოდა. მართალია. მაგრამ სამაჯური ნაჩქარევად დაკარგა. ჯიმი! რა? საბოლოოდ გავხსენი საქმე. ვაუ, გილოცავ. შეხედე რა ვიპოვე მეტის საჭმელში. ეს შეუძლებელია. ამელკა, ვერასდროს დავიჯერებ რომ ეს კიტი იყო. ახლა ყველაფერს გაჩვენებ. წარმოიდგინე, ეს მეტია, ძალიან მსგავსია. და მე კიტი ვარ. ოთახში ჩუმად შევდივარ, ძალიან ჩუმად. კარგი, მე მეტის ვიყვან. მაგრამ მეტი ყეფას იწყებს. მას როგორმე დამშვიდება სჭირდება. მას უნდა სათმის აღება.
ო იღებს სამაჯური ამ დროს ასე ვარდება, წარმოიდგინე, ის ასე ჩამოვარდება. სიტუაცია ცოტა განსხვავებული იყო და არა ასეთი. უბრალოდ სხვა ხელი მაქვს. აი, ისიც იღებს, მაგრამ მან ვერ შეამჩნია, რომ სამაჯური დავარდა. ის საჭმელს იღებს, ის მშვიდდება და ისინი მიდიან. ხილად ეს მტკიცებულებაა. კი, ეს კიტის სამაჯურია და ყველამ კარგად იცის, რომ მას ყოველთვის უვარდება ის. საქმე დახურულია. მოდი, შენი თეორია შევამოწმოთ. კარგი, კიტი სამშაბათობით მეტი საჭმევს. არა? კი. კარგი, ეს კიტის ოშაბათის სურათია და მას აქ სამაჯური აქვს. მოიცა, მაგრამ არა სამშაბათს. და ოთხშაბათსაც არ აქვს. ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, ასე რომ კიტიმ სამშაბათს მეტი გამოყვება და მან სამაჯური ხელიდან გააგდო. კარგი. ან წინასწარ მოემზადა გატაცებისთვის და ეს ფოტოების მოამზადა და შემდეგ გაჩერდი. წინასწარ რომ მომზადებულიყო, ასეთ მნიშვნელოვან მინიშნებას არ დატოვებდა. კი, მართალი ხარ. კიტიც არაფერ შუაშია ამასთან. ამელკა, დამშვიდდი, კარგად დაფიქრდი. ძალიან არიჩვარო. მოიცა, დრო არ მაქვს. სანამ აქ ვარ, მეტი მარიცის სად ვარ? მე და ლეო ამჟამად ძველ განცხადებას ვეძებ. მადლობა. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ. კარგი. ეს არც კიტია და არც ალექსი. ეჭმიტანილთა წრე ვიწროვდება. ჯანდაბა, როგორ შემეძლო დავიწყება? სასწრაფოდ მჭირდება? მოიცა, სად მიდიხარ? ახლა ზუსტად მალე უნდა წავიდე და დედას უნდა მივეხმარო ატანაში ჩანთების. ახლა? რაც შეეხება მეტის? სადღაც დავბრუნდები 15 წუთში ვიქნები. თან მეტის მოვძებდი გზაში. კარგი. უბრალოდ იჩქარე. მაინტერესებს როგორ არის ახლა მეტი, ამ დროს გარეთ უნდა იყოს. ამელკა, დარწმუნებული ვარ, რომ მეტი მალე დაბრუნდება და თუ არა, კარგი, ცუდზე ნუ იფიქრებ. რა არის ეს? თმის რეზინი. რა თქმა უნდა, ვიცი, ვისიც არის ეს? ეს ჩერისია. ამილკა, ეს ჩვეულებრივი თმის შესაკრავია. ყველას აქვს ერთი ასეთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩერისია. დარწმუნებული ვერ იქნები. მოკლედ, ასე იყო. ეს ასე იყო. ეს მოხდა? ასე. ჩერი. ის ოთახში შევიდა. მან მეტი წაიყვანა. მეტიმ თვაზე კვენა დაუწყო. აი, და შემდეგ მან მისი სახვევი მოიხსნა. აქ ასე დავარდა. გასაგებია? შენ ისევ ფიქრობ ამაზე. ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. შეგიძლია რომ აქ მომიტანო? კარგი, ძალიან გეზარებოდა ადგომა. და გამადიდებელი შუშა. გთხოვ. მადლობა. ამელკა, მოიცა. კარგი ამბავია. ზუსტად ვიცი, ვისიც არის ეს? ჩერისია, არა? ეს ისა, არა? არა. თავად ნახე, ეს შენი თმა. კარგი, აი შეხედე. ანუ ჩერის, ჩემი თმის შესაკრობის მოპარავს უნდოდა? დილით შხოვარცხილობა გქონდა, ხო? ასეა, რა? მართლა, მე სხვანაირი მქონდა. ამელკა, იქნებ დღეისთვის საკმარისი გამოძიებებია? კარგი, იცი, ვერ მოვისვენებ, სანამ მეტის არ ვიპოვი. შენ, ყველას ადანაშაულებთ, იცოდე, რომ ცუდად დამთავრდება. ადრე თუ გვიან სწორი მტკიცებულება მოიძებნება, შეგიძლია, რომ ნამდვილი დეტექტივი დაიქირაო. ამისთვის დრო არ გვაქვს. მე თვითონ მოვაგვარებ. როგორ ხარ? რამე იპოვე? არა. ყველა მტკიცებულება ჩიხში შედის, კარგი? ფიქრობდი, შეგვიძლია ტყუილის დეტექტორი ავიღოთ და ყველა დავკითხოთ. გაქვს შენ? კი. ჩემს ნაცნობ პოლიციელს შეუძლია რომ მათხოვოს.
ახლავე დაურეკავ მას? მე მასზე დავჭექი. კარგი, რა ნომერია? ამელკა რატომ უნდა შეაწუხო პოლიციელი? შენ ისედაც შესანიშნავი დეტექტივი ხარ და ამ საქმეს თავადაც გახსნი. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ჯინი მაფიქრებინებს. დეტექტორი ყოველთვის შეგიძლია თან წაიღო. ამასობაში ჩვენ უნდა ვეძებოთ მტკიცებულებები. მე დაგეხმარები. ეს მაგარი იქნებოდა. მაშინ ნუ დავკარგავთ დროს. მოდი გადავარჩინოთ მეტი. კი, გადავარჩინოთ მეტი. მტკიცებულებები ეძებეთ, მე კიდე ძველ განცხადებას ვიპოვი. აქ ყველაფერი უკვე ნახე, არ ვიცი კიდევ რა ვიპოვო. არაფერია. ამელკა, მოდი აქ. დიახ, ეს ჩვენი მტკიცებულებაა. სუნიანი წინდა? ვიღაცა მეტის ყნოსთვის დასუსტებას ცდილობდა. რატომ? რათა მან სახლისკენ მიმავალი გზა არ იპოვოს. კარგი, ნაცნობი წინდა. იცი ვისია? ვისია? ეს არჩის წინდა. სწორედ მან გაიტაცა მეტი. მართალია, მხოლოდ ის ატარებს ასეთ წინდებს. კარგი, ლეოპარდების. ამელკა, შესანიშნავი ხარ, საქმე გახსნილია. მხოლოდ მეტის დაბრუნება აღარ რჩება. ჩემი იმედი გქონდეს, საქმე გახსნილია. ამ არჩის კაცივით მივხედავ. კარგი, იქნებ არა? ის შენზე ორჯერ დიდია. აუცილებელია ამელკა, მან უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაუკეთა მეტის. დამიჯერე, მე მასთან გამკლავება შემიძლია. ლეო, რა მამაცი ხარ? ეს არაფერია. ჯინი, ლეომ და მე საქმე გავხსენით. ისევ, დამჯერად ვინ არის დამნაშავე? არჩი, მან წინდა დატოვა. ახლავე გაჩვენებ. ლეოპარდიანი. კი. ამელკა, არჩი ერთი კვირაა მთებშია წასული. ეს მართლა შეუძლებელია. მას არ შეეძლო მეტის მოპარვა. კარგი. მაგრამ წინდა მეტი შეეძლო წინდა თავისთვის მოეტანა. როგორც ხელთათვანის შემთხვევაში მოხდა. გარსმონებული ხარ რომ ის წავიდა? თუ გინდა შეგვიძლია მთხოვოთ რომ გამოაგზავნოს თავისი ლოკაცია. კი, ახლავე ვკითხავ. დიახ, კარგი. ის ძალიან შორს არის. ეს ნამდვილად არ არის არჩი. რა მოხდება თუ მან ყველაფერი მოიფიქრა და არასწორი მონაცემები გამოაგზავნა? კარგი რა, ლეო. ძაღლისთვის ამდენს არავინ შეიწუხებდა თავს. ისევ ჩიხში ვართ. არჩიც გამორიცხულია. კარგი, უბრალოდ დროს კარგავთ. უმჯობესია დაუყოვნებლივ მივმართოთ ნამდვილ დეტექტივს. შეიძლება ჯინი მართალია. ამელკა, ვერ ხედავ? ის შენ გამოძიებაში ერევა, ყვალს გირევს, ან ყურადღებას გიფანტავს. კი, მაგრამ ის მეხმარება. ან ყურადღებას გიფანტავს. და მართალი ხარ. ის გამუდმებით ცდილობს რომ გამოძიების ჩატარებისგან თავი შეიკავოს. კი, ჯინის მოტივიც ჰქონდა. მოტივი? კი, მეტი მის ფეხსაცმელზე მოშარდა და მან გადაწყვიტა რომ იგი მოეშორებინა. კარგი, და ეს სერიოზულია. ჯინიმ თავის სახლში უნდა წაგვიყვანოს და ვნახოთ მეტი იქ იქნება თუ არა. რა მოხდება თუ ჯინის თანამზრახველი ეყოლება? ის გააფრთხილებს მას და ძაღლს დამალავს. კარგი, მაშინ რას ვთავაზობ? ამილკა, ყველაფერი გავიგე. კარგი, მართლა გგონია რომ მეტი მე მოვიპარე? მოიცა. ბოდიში ჯინი, უბრალოდ გამოძიებას ვატარ. მე შენ გეხმარებოდი და მეტი მეც მიყვარს რომ იცოდე. მან შენს ფეხსაცმელზე დააფსა, ან სპორტულ ფეხსაცმელზე. რაზე დააფსა? კარგი, ლეო მამაში დაგარწმუნა, პარაზიტი. უბრალოდ ლოგიკურად ვფიქრობდი. მე ლოგიკოსი ვარ. მე ძალიან ჭკვიან კი. ან იქნებ მეტი გაიტაცე? შენ არასდროს არ ზრუნავდი მასზე. და საერთოდ რატომ მჭირდება მეტი? რა უნდა უყო მას? დაჩერდი, საკმარისია. კარგი, უკვე დავიბანი. ამელკა, დამიჯერე, ესმე არ ვარ. ახლა თქვენს თითოეულ სახლში წავალთ და პირადად შევამოწმებ იქ არის თუ არა. მეტი. მომეცით ახლავე ტელეფონები. კარგი, ჩადეთ აქ. აქ უნდა ჩადოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თანამზრახველებს გააფრთხილებთ. კი. შენ წადი და ჩაიცვი. შენს. გარეთ დაგელოდები. გარეთ დაგელოდები, თორემ მე ძალიან მცხელა.
ვისთან მივალთ პირველი? არ ვიცი, შენ თვითონ გადაწყვეტე, მაგრამ მე ნამდვილად ამ ყავს მეტი. მეც არ მყავს. მაშინ წავიდეთ ჯინისთან. ეს რა არის? წაიკითხეთ. გამოსასყიდის წერილი. რა? ეს გამტაცებლის წერილია. შევიდეთ შიგნით და წავიკითხოთ. ვიცოდი რომ მას რაღაც სჭირდებოდა. წაიკითხეთ, რა სითხოს. მე მყავს მეტი, თუ გინდა რომ დაბრუნდეს, ჩემი მოთხოვნები უნდა შეასრულო. კარგი, $2000 და ყველა ახალი წლის ტკბილეული მჭირდება. ზუსტად საღამოს 5 საათზე. უნდა გაემზადო და თვალდახუჭული უნდა გაიტანო გამოსასყიდის სტომარა ეზოში. თუ ყველაფერს დამიჯერებ, მაშინ მეტის მიიზებ, უფრო ღრმა გამოძიებას აპირებ. მაშინ შეგიძლია მეტის დაემშვიდობო. ყველაფერი მოიფიქრა, ხელით არ დაწერა, ამიტომ ხელწერას ვერავინ ვერ იცნობს. გამტაცებელმა ნათლად თქვა, რომ გამოძიება არ ჩატარებულიყო. ამელკა, მართლა აპირებ მასზე დამორჩილებას? გონი უნდა გადავუხადოთ და რისკზე არ უნდა წავიდეთ. შენ არ შეგიძლია რომ მის კვას მიყვე. ჯინი, შენ არ გესმის ჩემი. ლეო, უთხარი ამელკას რომ გვაქვს შანსი რომ მამზარილით დანაშავე ვიპოვოთ. გამართალია, რისკზე წასვლა არაა საჭირო. შენც იგივეს ამბობ. შეიძლება დამნაშავე საშიში იყოს. მას შეუძლია ჩვენ რამე დაგვიშაოს. როგორ ფიქრობთ, საშიში დამნაშავე გამოსასყიდად ტკბილეულს ითხოვს? იქნებ ის უბრალოდ გვიფანტავს ყურადღებას? სულ ესაა, გადავწყვიტე რას ვიზამ და მე შენგან რჩევას არ ვითხოვ. ამელკა, გამოსაძიებლად 2 საათი გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. არ გაბედო მეტის რისკის ქვეშ ჩაგდება. დამეხმარებით ტკბილეულის შეგროვებაში? რა თქმა უნდა. სამწუხაროა ამ ტკბილეულის გაცემა. ისინი ისეთი გემრიელია. ერთადერთი რაც მახარებს, ის არის რომ მალე მეტის ვნახავ. ამელკა, გჯერა რომ გამტაცებელი მეტის დააბრუნებს? კარგი. ეს ყველაფერი მეტისთვისაა. იმედი მაქვს რომ ასეა. არ დახურო, აი კიდევ ერთი საჩუქარი. სად? კარგი, სადმე ჩავტენოთ? ეს შეუძლებელია. ჯინი, სად მიდიხარ? მალე დავბრუნდები. იმედია ის არაფერს არ აპირებს. ეს შეუძლებელია. ეს არის ჯინი, შენ საქმის გახსნას არ ცდილობ? ამელკა, აქეთ შეხედე. ეს წერილია და ეს ტესტები პრინტერზე დაუბეჭდე და შეხედე, ჩვენი პრინტერი ყოველთვის აქტოვებს ტექსტს. კარგი, აქეთ შეხედე და ეს ამ წერილზეც არის. გინდა თქვა რომ დიახ, კარგი, ეს წერილი ჩვენს პრინტერზე დაბეჭდეს ამელკა. ჯინი, გთხოვე არაფერი გამოგეძიებინა, მაგრამ ამელკა, მორჩა, დამიჯერე, ვიცი რასაც ვაკეთებ. კარგი, ძარცველები 15 წუთში მოვლენ. ყველაფერი მზად გვაქვს. ამელკა, თუ გეშინია, ჩანთას გავიტან. კი, მიდი ლეო. შენ ისეთი მამაცი ხარ. ამელკა, შენთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. მე წავედი. როცა მეტი დაბრუნდება, წვეულებას დავგეგმავთ. ვინ არის თანახმა? მე მინდა. კარგი, მაგრამ ხასიათზე არ ვარ. ჯანდაბა, საათს არ ვატარებ. ლეო, დროა. კარგი, ამელკა, თუ რამე დამემართება, გახსოვდეს. მე შენი ნამდვილი მეგობარი ვიყავი. გარეთ ფრთხილად იყავი. ამჯერად ამან გაამართლა. ამელკა, ამ ყველაფერზე არ უნდა დათანხმებულიყავი. მოიცა, მე გითხარი, დამიჯერე. კარგი, ვერაფერს ხვდები. მეტი. Yes! ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. ჩემი ლამაზი, ჩემი მეტი, ჩემი ლამაზი, მეტი, ისეთი ლამაზი ხარ, შენ ისეთი პატარა ხარ. ამელკა, გაგიმართლა. ყველაფერი საათის მექანიზმის მსგავსად წარიმართა. მადლობა, ლეო, რა მეშველებოდა შენს გარეშე? ჰეი, გიშველეთ ჩვენ. დიდი ხანია გარეთ ხარ. გამტაცებლებს არ უნდათ მეტის დაბრუნება? კი, იქ მასთან ცოტა ჩხუბი მომიწია. კარგი, ყოველ შემთხვევაში კარგად ვარ. შესანიშნავია, კი.
ასე რომ, კარგი, ახლა წვეულება გვაქვს. წვეულებას გავმართავთ, მაგრამ ჯერ ერთი რამე მინდა გითხრათ. ცოტათი მოვატყუე გამტაცებელი. მოატყუე? მეტი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდე. ვიცოდი რომ მას არაფერს დაუშავებდა. რა მოხდა? მითხარი. ყველა ტკბილეულის გაცემა რატოღაც ძალიან ზედმეტი იყო. ამიტომ დავტოვე ჩიპი ჩანთაში. კი, ვიცოდი რომ ასე უბრალოდ არ დანებდებოდი. ახლა გავარკვევთ საცხოვრობს ჩვენი გამტაცებელი. გადმოხდი. მას არ სურს გადმოხტომა. ხოდა, რა თქმა უნდა მოვინათრე. კარგი. ეს ენდრიუს სახლია. კარგი, ეს შეუძლებელია. იქნებ რაღაც შეცდომა? რაღაც შეცდომა? ასეთი დამხოები არ არსებობს. ოხ, ეს ენდრიუ, ეს პატარა მავნებელი. როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი ლეკვის გადაცემა? კი, კარგი, მისგან ამას არ ველოდი. კარგი, ჯანდაბა, ის ჩემი მეგობარი იყო. შოკში ვარ, გოგუებო. კარგი, გამტაცებლის ვინაობის დასადგენად ტომარაში კიდევ ერთი სიურპრიზი ჩავდე. რა სიურპრიზი? ყველა, ვინც ფულსა და ტკბილეულს შეეხო, ახლა მონიშნულია. რას გულისხმობ? ახლავე აგიხსნი. აი, ლეო, მომეცი ხელი. ლეო, ამელკა, შენთან ერთად ჩავალაგე, ბარგი. შემთხვევით მოხვდა ხელში. საკმარისია ლეო, ყველაფერი ვიცი. როგორ მიხვდი? კარგი, ახლა მოგიყვებით როგორ იყო. ყველაფერს მაშინ მივხვდი, როდესაც ლეო სახლიდან გავიდა იმ დროს, როდესაც მეტის გარეთ გასვლა მოუწია. გადავწყვიტე ლეოს გავყოლოდი და გავიგე, როგორ საუბრობდა ის მნიშვნელოვან სტუმარზე. შემდეგ გადავწყვიტე ლეოს ტელეფონის შემოწმებინა და ყველაფერი გავიგე, განიხილავდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მეტისთან დაკავშირებით. კი, ადვილი იყო ამის გარკვევა, დეტექტივიც კი არ უნდა იყო. როდიში ამელკა, არ მინდოდა გამოსასყიდის მოთხოვნა. უბრალოდ, ყველაფერი ვიცი, ეჭვი შემეპარა შენში და ამ მდგომარეობიდან გაქცევა გჭირდებოდა. კარგი, არ დაიჯერებდი გამტაცებელს მხოლოდ ტკბილეული რომ ეთხოვა. კარგი, მართალია, მაგრამ ლეო, რატომ გააკეთე ეს? რადგან ამელკა გამუდმებით მეტისთან ერთად თამაშობს. მეტი ეს, მეტის გამო ის ჩემთან კინოშიც კი არ წამოსულა. მაგრამ ეს არ არის სახლის გადაცემის მიზეზი. აღარ ვიცი როგორ მივიპყრო შენი ყურადღება. და როგორ? გადაცებით? მაყოფილი ხარ? კი, ამელკა ამას ნამდვილად არ მაპატიებს. შეიძლება მეც ვწდებოდი რაღაცაში. როგორ ფიქრობთ, ლეოს პატიება შეიძლება? დაწელეთ კომენტარებში. ასევე გთხოვთ, დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამორტყოთ ახალი ეპიზოდები. ნახვამდის ყველას! გამარჯობა! ნახვამდის ყველას!